ვიდრე სტამბოლი რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო პროცესის უზრუნველსაყოფად დროსა და არენას უთმობს, ტირანა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეექვსე სამიტს მასპინძლობს. ალბანეთის დედაქალაქში ევროპის 47 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერი კონტინენტის წინაშე მდგარი საფრთხეებისა და გამოწვევების განსახილებლად და გადაჭრის გზებზე სასაუბროდ იმყოფება. ჰიბრიდული თავდასხმები უკიდურესად შემაშფოთებელია. ჩვენ გვყავს ბალტიისპირეთი, ნატოს მისია ბალტიისპირეთში ჩრდილოვანი ფლოტისთვის გვყავს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობ, ეს გვიჩვენებს, რომ ჩრდილოვანი ფლოტი დაკავშირებულია რუს სამხედროებთან. ყველაფერი უფრო და უფრო მეტად სერიოზული ხდება. ჩვენ ვხედავთ ჰიბრიდულ თავდასხმებს ევროკავშირის სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში და მათთან შეთანხმებით უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ განვიხილავთ ჰიბრიდულ სტრატეგიას, რადგან ვიცოდეთ, როგორ ვუპასუხოთ ამ თავდასხმებს. სამიტის ფოკუსშია უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი ომი. ანკარადან ტირანაში ჩავიდა ვოლოდიმირ ზელენსკიც. უკრაინის პრეზიდენტის გეგმები და მარშრუტი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ვლადიმერ პუტინი კიევთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე სტამბოლში არათუ თავად არ ჩავიდა, არამედ დიპლომატიური უწყების მინისტრიც კი არ მიავლინა. სამიტზე იმყოფება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძეც, როგორც მთავრობის ადმინისტრაცია ამბობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას მოწვევით. მათ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ირაკლი ყობახიძესა და რამდენიმე ევროპელ ლიდერს შორის საუბარი შედგა, თუმცა დიპლომატიურ დონეზე ევროპასთან უპრეცედენტოდ გაუარესებული ურთიერთობებისა და გზავნილების ფონზე, რაზე ისაუბრეს მხარეებმა, უცნობია. საუბრის დეტალები საიდუმლოდ დატოვა ირაკლი ყობახიძემაც, რომელიც ამბობს, რომ მასთან შეხვედრის სურვილი რამდენიმე პოლიტიკოსმა თავად გამოთქვა. იყო გარკვეული შეზღუდვა კომუნიკაციაში, როგორც მოგეხსენებათ და როგორც ჩანს, უწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა. რეალურად ყველამ უნდა გააცნობიერებს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროპისთვის, კონკრეტულად ევროკავშირისთვის, რეგიონში ჩვენი როლი არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ყველა აცნობიერებს იმას, რომ საჭიროა საუბარი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და ალბათ ამის გამოხატულებაა ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან. კავკასიის რეგიონიდან სამიც კიდევ ორი ქვეყნის ლიდერი ესწრება. აზერბაიჯანულმა და სომხურმა დელეგაციებმა პირისპირი შეხვედრები გამართეს ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპის საბჭოს ხელმძღვანელთან ანტონიო კოშტასთან. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ საუბარი სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის, ასევე დემოკრატიული რეფორმების განვითარების საკითხებს შეეხო. ეს კი იმ ფონზე ხდება, როცა ერევანი მოსკოვის ორბიტას შორდება, ხოლო ბრიუსელთან უფრო მჭიდრო კავშირების განმტკიცებასა და ევრობლოკში გაწევრებისკენ ნაბიჯების გადადგმას ცდილობს. რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად საუბრის საშუალება სომხეთ-აზერბაიჯანის ლიდერებს არამხოლოდ ევროპელ პოლიტიკოსებთან, არამედ პირისპირაც მიეცათ. მხარეები არ გამორიცხავენ, რომ ტირანაში შეხვედრამ შესაძლოა ბაქოსა და ერევანს შორის არსებული უთანხმოებები აღმოფხვრას. ალბანეთის დედაქალაქში განიხილება 2030 წელს ევროკავშირის გაფართოების საკითხიც. ევრობლოკში გაწევრების მსურველი რამდენიმეა, მათ შორის სამიტის მასპინძელი ქვეყანაც. თუმცა გაწევრების გზაზე თანაბარი წარმატება არც ერთს არ აქვს. ევროპელი ლიდერები თანხმდებიან, რომ სრულფასოვანი წევრობისთვის ყველა სახელმწიფომ ერთი გზა უნდა გაიაროს. გზა, რომელიც დემოკრატიული რეფორმების გატარებას მოიცავს. მართალია, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ერთდღიანია, თუმცა საზოგადოებისთვის დასამახსოვრებელი მომენტები დროის ამ მონაკვეთშიც საკმარისად მოგროვდა. სიგეწვილი ხელოვნურმა ინტელექტმაც შეიტანა. Witajcie w Albańsku. Merhaba w Albania.